სამედიცინო კორპორაცია ევექსი აგრძელებს საქართველოში მედდების გადამზადების პროგრამას. ამჯერად კორპორაცია სამეგრელოში იწყებს მედდების კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო კურსებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას. კონკურსანტებისთვის ლექციები უფასოა და დაფინანსებულია სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ. პროგრამის დასასრულს ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე გადალახავს საკვალიფიკაციო ბარიერს, დასაქმდება კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხელშეწყობით იწყება, თქვენ უნდა გიყუროთ გასაუბრად. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხელშეწყობით იწყება საექნო კურსი, რომელიც მიზნად ისახავს გარეკადრების, ექთნების გარეკადრების, კორპორაციის გარეკადრების, ექთნების მოზიდვას, მათ გადამზადებას და დანიშვნას ჩვენს ჰოსპიტალებში. ეს პირველი კურსია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საექნო პროფესიის პოპულარიზაციას და წახალისებას. ანუ მარტივად რო ვთქვათ, სამეგრელოს რეგიონის იმ ახალგაზრდებზე და ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც აქ ექთნად მუშაობის უფლება და ექთნის შესაბამისი კვალიფიკაცია, ჩვენ ვთავაზობთ უფასო გადამზადებას, ტრენინგებს და ამ გადამზადების შემდეგ ისინი, ვინც გადალახავენ ამ საკვალიფიკაციო ზღვარს, მათ შეეთავაზებათ სამსახურები, კონტრაქტი ჩვენს ჰოსპიტალებში, როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ასევე კორპორაცია ევექსის ქსელში შემადგენელ სხვა ჰოსპიტალებში სამეგრელოსა და სხვა რეგიონში. სამეგრელოს რეგიონში იწყება საექთნო კურსები, რომელიც გადაამზადებს ექთნებს იმისთვის, რომ მათ დაიწყონ მუშაობა ჰოსპიტალში. მოხარული ვარ ამ პროექტის, ეს არის მედდების მიმართ თანადგომა და ჩემი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება როგორც როგორც პროექტს, ასევე გადასამზადებელ კადრებს იმისთვის, რომ შევავსოთ შემდეგ ის დანაკლისები, რომელიც არის მედდების მხრიდან ჩვენს კლინიკებში. მედდების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა ევექსის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით იმერეთში უკვე განხორციელდა და კურსში 122 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთაგან საუკეთესოები დასაქმდებიან კორპორაციის ქსელში არსებულ სამედიცინო ცენტრებში. სამეგრელოში საექთნო პროფესიულ სასწავლო კურსზე საბუთების მიღება 4 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება.